მამა შენი მომიყვანე ჭავჭავაძე შენ გეუნები მამა შენი მოიყვანე აქ ბიჭო მე და ბატონი გიორგი მაესტრო გოჩელეიშვილი ჩემი მეორე მამა ხო იძახი რომ მამა ჩემიო მოიყვანე ბიჭო მამა შენი მაესტრო გიორგი გოჩელეიშვილი გიწევ შენ ბრძოლაზე შიშველ მუშტებზე ხო გინდოდა შიშველი მუშტები მოდი ბიჭო შიშველ მუშტებზე გეჭუბები შენ მაგ შენ შემოთავაზებულ 300 ლარზე ბიჭო გაიგე კიტი მაქვს ბიჭო გაიგე ჩხუბი ჩამიშალეს ბიჭო ამდენი პიარისა მერე ყოველ დღიურად ვაკეთებდით ვიდეოებს და ვდებდით ამ ლომკაცას გასაპიარებლად და აიღეს და ჩხუბი ჩაშალეს და რატო რის გამო ყოველდღიურად ხალხი მწერს როდის არის ჩხუბი ბილეთი უნდა ვიყიდოთ ისა ესა მოსვლა უნდა ყველას ანუ 300-ზე მეთქი არ მინდა ძმაო ეგ თანხა და როგორ შევთავაზე მე 1000 ლარს გადამიხდი მეთქი ანუ 1000-იც ხო ისეთი პონტია ხო პროსტო აი როგორ სიმბოლურად უთხარი 1000 ლარს გადამიხდით მეთქი მოგების შემთხვევაში მეთქი თუ წავაგე ხო ვაფშე არაფერი არ მინდა მეთქი რა დამამცირებელია ეგ 300 ლარი და არა მარტო ჩემთვის დარწმუნებული ვარ ყველა მებრძოლისთვის ეგრეა და დებიუტანტებს 300 ლარებს რო უხდიან ლომკაცა გამოგყავს და ჩემზე აბაზრებ მაგდენს დღეის ამას იქი ძმა შენ იქნები გამატრინერ ფუსი შენ გეჭხუბები ბიჭო 300 ლარზე ჭავჭავაძე იქნები შენ წამყვანი მაგ დღეს ჭავჭავაძე შენ ხო ხარ მაჩმეიკერი ხო და მოიყვანე ძმაო მამა შენი მოიყვანე უნდა ვცემო სახე უნდა გაუხიო იმე აქედანვე მინდა მივმართო ლომკაცას კიდევ ერთხელ სხვის დავალებას შეასრულებ და ეგეთ განცხადებას გააკეთებ ჩემზე ხო პოპოს გაგირღვევ ბიჭო აი იმენა პოპოს გაგირღვევ გაიგე ხოიცი როგორ ირღვევა გაგირღვევ პოპოს ბიჭო კიდე ერთხელ თუ ეგეთ იშნირავებ ბიჭო გაიგე ჩვენ ხო შევთანხმდით მაესტრომ რო ესე ჩაშალა ჩხუბი მე ხო ჩვენ ხო შევთანხმდით რომ წავალთ კრივის ფედერაციაში ვიჩხუბებთ არა ხო შევთანხმდით და მეორე დღეს გამოდიხარ და ესეთ ბაზრო ბიჭო ვინ დაგავალა მაესტრომ დაგავალა თქვი რომ მაესტრომ დაგავალა პირდაპირ თქვი რა შეგაშინეს ალბათ შეგაშინეს საწყალი ბიჭი საწყალი ბაუში ალბათ შეაშინეს შეაშინეს საწყალი ბაუში ალბათ და ათქმევინეს ეს მარტში იქნება აპრილში იქნება გელოდები როცა შენ გინდა მაშინ ვიჩხუბოთ არავით არის კენტუსები არავით არის შიშველი მუშტები ძმაო შიშველი შენი ზიანი უნდა ვნახო უნდა დაგაზიანო უნდა გაგისახიჩრო სახე უნდა დაგაზიანო სერიოზულად უნდა დაგაზიანო რომ 2-3 თვე ჭავჭავაძემ წაიყვანოს გამას პირდაპირ ეთერი ვისაც გონია რომ მაესტრო ჩხუბი არ იცის გამოცდილება არ აქვს ძალიან ცდებით იმიტომ რომ მაესტროს ჩემზე ბევრად დიდი გამოცდილება აქვს ჩხუბიც იცის ყველაფერი იცის მე პირადად ვინაიდან მაქვს გარკვეული გამოცდილება საბრძოლო სპორტებში მათ შორის კრივში და მუშტი კრივშიც ჩემთვის პირადად ჩხუბი მეტად ადვილია ვიდრე მსაჯობა ეს ფაქტია სპარინგებიც მინახია ზოგადად მანქანა სპარინგის აქ დაგეკით ჩემზე ბევრად გამოცდილია ეს ვინმემ რო არა თქვას რომ აი წამყვანს რაპონში იწვევ ბრძოლაზე და ზოგადად მაესტრო არის უნიჭიერესი ადამიანია გიორგი გოჩელეიშვილი და რატო ზოგადად აი აქედან რუსები რო იტყვიან პრიშოლ პადაი სპასიბა კარგი არის ავიდა ახლა რაც არის ანუ რამ ხელაზე ახტა ხო ახტა იმენა ახტა მაგრამ ერთი რამე ვერ გათვალა მაესტრო რომ მოვა დრო თავისივე ჭკუის შეხვდება აი ეგ ვერ გათვალა როდესაც თავისივე ჭკუის შეხვდება აი მანდ უკვე მოვა პიზდეცი
და მოვიდა მგონი, ხო? გამომწერებს მინდა მოგმართოთ, გამატრეინერის გამომწერებს, უშუალოდ მეგობრებს და ვინც უყურებს ზოგადად არხს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენი მხარდაჭერა გჭირდება. არასოდეს არ მithქვია ესეთი რაღაცა, არც არხის განვითარებაზე, არც არაფერზე, არც მithქვია რომ დაალაიქე და ეს სისულელეა ყველაფერი. იმიტომ რომ ადამიანს თუ მოწონს რაღაცა, იმას თქმა არ სჭირდება, ის თვითონ დაალაიქებს, გააზიარებს და კომენტარსაც გააკეთებს. მაგრამ ეს ის მომენტია, რომ ზუსტად მჭირდება თქვენი დახმარება. თქვენი დახმარებით დავაჩქარებ ამ ბრძოლას. თქვენი წყალობით დავაჩქარებ ამ ბრძოლას და თქვენი წყალობით შედგება ეს ბრძოლა. რაც უფრო მეტი მონდომება იქნება, მით უფრო მალე მოხდება ჩემი და მაესტროს ჩხუბი. ეს უნდა მოხდეს, ეს გარდაუვალია. ვარიანტი არა, ადრე თუ გიან, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ თქვენი დახმარებით ეს უფრო მალე მოხდება და მინდა ისიც იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მთავარი ზოგადად მაყურებელი, რაღაცას როცა უყურებ, გამომწერი როცა ხარ, გამომწერები არიან იმ არხის მთავარი ძალა. იმ გამომწერს შეუძლია ჩაძიროს არხი, ან აიყვანოს ყველაზე მაღლა. ეს გამამაც უნდა იცოდეს რა, რომ გამომწერების ხალხის აზრი გაითვალისწინოს და უშუალოდ თავის ვირზე არ იჯდეს მარტო რა. იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აი ესე ერთ მუშტად რო შეიკრას გამომწერი ხალხი, ეგრევე შეუძლიათ რომ ჩაძირონ ორგანიზაცია. ეგრევე შეუძლია. ამიტომ გთხოვთ რომ ეს ვიდეო უშუალოდ გააზიაროთ და ლაიქოთ ან კომენტარი დაწეროთ რამე რომ გავცელდეს მაქსიმალურად, რაც უფრო გავცელდება, მით უფრო დაჩქარდება ეს ბრძოლა. ამიტომ გელოდები ბიჭო, გელოდები. აი იცი როგორ გელოდები?